ყურადღებით შეავსეთ განაცხადი. 5 ყველაზე ხშირი შეცდომა, რომელსაც უშვებენ green card-ის შევსებისას. პირველი ფოტო. ფონი უნდა იყოს თეთრი, ნათელი, ჭრდილების გარეშე. სახე უნდა ჩანდეს სრულად, სათვალე, თავსაფარი, აკრძალულია, გარდა რელიგიური მიზეზისა. ფორმატი 600x600 პიქსელი. ფოტო უნდა იყოს ახალი, არა უმეტეს 6 თვის. ძველი ან რედაქტირებული ფოტოს გაგზავნისას ანკეტა გაუქმდება. მეორე ეს არის ასოები და ციფრები. სახელი, გვარი და დაბადების თარიღი ზუსტად უნდა ემთხვეოდეს პასპორტის მონაცემებს. ერთი ასოს ან ციფრის შეცდომაც კი პრობლემას ქმნის. მესამე, თუ ხარ დაოჯახებული და ყავს შვილები, არ დაგავიწყდეს მათი მითითება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ყავთ შვილები 21 წლამდე, აუცილებლად უნდა მიუთითოთ ანკეტაში, იმის და მიუხედავად მოგების შემთხვევაში ისინი წამოვლენ თუ არა თქვენთან ერთად. მეოთხე, არ დაუშვა შეცდომა დაბადების ქვეყნის არჩევაში. მიუთითეთ ქვეყანა, სადაც დაიბადეთ და არა სადაც ცხოვრობთ, ან სადაც გაქვთ მოქალაქეობა. მაგალითად, თუ დაიბადეთ საქართველოში და ამჟამად ცხოვრობთ საბერძნეთში, გერმანიაში და გაქვთ იქაური მოქალაქეობა, დაბადების ქვეყანაში უნდა აირჩიოთ საქართველო. მეხუთე, არ გააგზავნოთ რამოდენიმე განაცხადი. ერთი და იგივე პირისგან რამოდენიმე განაცხადის გაგზავნა გამოიწვევს ყველა განაცხადის გაუქმებას. მაგრამ მეუღლეებს თითოეულს შეუძლია გააგზავნოს საკუთარი განაცხადი და მიუთითოს მეორე მეუღლემ. ეს ნებადართულია და ცოტათი უფრო ზრდის შანსს. ესე იგი, გადაამოწმეთ ფოტო, გადაამოწმეთ ასოები და ციფრები, მიუთითეთ ყველა ოჯახის წევრი, სწორედ აირჩიეთ დაბადების ქვეყანა და ერთმა პიროვნებამ გააგზავნეთ მხოლოდ ერთი განაცხადი. გისურვებთ წარმატებებს, შევხვდებით ამერიკაში.